საქართველოში 23 საათია. ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან. ქეშების ხედა და რუსთავიორს უყურებენ. უცებ ერთი გადახედავს მეორეს და ეუბნება, აუ შენ აღარ უყურო, რას გავხარო. ზუგდიდში მოხდება ტერაქტი. ხო და ტერაქტზე პასუხისგებლობას მოხუცებულთა სახლი კათარზისი აიღებს. საღამო მშვიდობისა თქვენს ტელეკუთებში ყოველდღიური გადაცემა ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან და მე გადაცემის სამყარო ვასიკო ოდიშვილი გაახლავთ. ინფორმაცია ბომბი, ინფორმაცია დედის ძვლები, არ შემდგარი ინფორმაცია ფაიზაღი, ქართულმა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რუსულ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხო კიდევ ერთი რუსული დივერსია, რომელიც ქვეყანამ თავიდან აიცილა რუსი ძალოვანები ისევ ოკუპირებული ტერიტორიიდან კურირებდნენ ტერორისტული აქტის განხორციელებას. ამჯერად დამკვეთები არა გრუს, არამედ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიცრები არიან. სწორედ მათ გადასცეს პუტინის მორიგი საჩუქარი ჰექსოგენი, აბესალომ ჩხეტიას და თამილა ბენიას, რომლებიც შემოვლით გზებით ცდილობდნენ ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთას. ჯერ დაუზუსტებელია, სად უნდა მოეყვანათ სისრულეში რუსული დავალება დივერსანტებს, თუმცა სავარაუდოდ ეს ყველაზე ხალხმრავალი ადგილები იქნებოდა. კაცო, კურიერში გასულა ეს სიუჟეტი. იმ საინფორმაციო გამოშვებაში, სადაც ახალი ამბები კეთდება. ხო. მეც არა ავჯიტირდი და არ შევშინდი კაცო. მეგონა ის დაგვეცა რუსეთი და დაგვერხატკო. შენ ჩაქრი ზალიკო რა, როგორ იცი ხოლმე ხა ელდისცემა. მაგრამ მოიცა კაცო, ეს ინფორმაცია ხო ნამდვილ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა, ჰა? ვაიმე, უკვე დავიძაბე. ასზე ხართ ეხლა რას გადავრჩით ჩვენ? ჰექსოგენს და ჩხეტიას გადაურჩით. ესე იგი, ოფიციალური ვერსიით არ შემდგარი ტერაქტი იყო თუ როგორ იყო? ხო, ისა, ხო, იცით ეხლა ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის? აი რომ მე ჩემი სპეცდანიშნულების რაზმი უკვე ძალიან მიყვარს, ხო? მე რა რომ 26 მაისს დედაგვიტირეს. სამაგიეროდ ჩვენ სიცოცხლეს იცავენ, პირსისხლიან რუსებს არ აძლევენ საშუალებას რომ ტერაქტები განახორციელონ. მე საქართველოში მშვიდად და დაცულად ვგრძნობ თავს. საქართველო ხომ მთელს ევროპაში ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა. ჩემო სათნო და ფილანტროპო დაბალო მინისტრო, ჩემო ვანო, 300 წელი რომ იცხოვრო, 400 წელი შენი მადლიერი ვიქნები. აი, შენ ჩვენი სიცოცხლე ჩხეტიასგან იხსენი, მაგრამ ყველაფერი აქ მთავრდება. დედაძაღლი პუტინი ამ ყველაფრის პარალელურად აფხაზეთში იმყოფებოდა. საქართველოში კიდევ ერთი ტერაქტის აღკვეთა ვლადიმერ პუტინის აფხაზეთში ვიზიტს დაემთხვა. რუსეთის პრემიერი დღეს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლის სერგეი ბაღაფშის დაკრძალვას დაესწრო. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ აფეთქებების განხორციელების მცდელობასა და პუტინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვიზიტ შორის რაიმე კავშირიც არსებობდეს. მათივე ვარაუდით არ არის გამორიცხული ახალი პროვოკაციები კრემლში მაისში ჩაშლილი არეულობების შემდეგ დაეგეგმათ. აჰა, აი თურმე სატყოფილად ზაღლისთავი დამარხული. არ შემდგარი და არაოფიციალური თუ რაღაც ამდაგვარი ტერაქტი აფხაზეთში ბაღაფშის დაკრძალვაზე ვალოდია პუტინის ვიზიტს დაემთხვა, ხო. ეს ამბავი ფილმ ნათლი მამას მაგონებს, როდესაც მაიკლი თავის დიშვილს ნათლავს და პარალელურად მის მოწინააღმდეგეებს ხოცავს. მაგრამ ზემოთ ხომ ვახსენე რომ ჩვენმა შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსულ შინაგან საქმეთა სამინისტროს მეთქი, ხო? აი ეგ არის რა. ჯერ 26 მაისს სადა არეულობის მოწყობა და რომ ვერ გამოუვიდა ჩვენი სასიკადულო ზონდერების მიერ გვერდებ აწითლებული ხალხი გაიქცა უკან და პუტინს უთხრა დაბალო კაცო, მაღალს 10,000-იანი ლაშქარი ყავს და კუდით სულ რეზინის ტყვიები გვასროლინაო. ამაზე გამწარებულმა პუტინმა ვინმე ჩხეტიას დაავალა ჩვენი ლიკვიდაცია, მაგრამ ჩვენი შინაგან საქმეთა მინისტრი ახლა რისი შინაგან საქმეთა მინისტრია თუ ამ ტერაქტს ვერ აღკვეთდა და უფრო მეტიც ტერორისტების მიერ ასაფეთქებელი ნივთიერებების შემოტანის სამსახურ ოპერატიულ კადრებს არ გაავრცელებდა. ფარული მასალა ადმინისტრაციულ საზღვართანაა გადაღებული. კადრებში ტერაქტის განხორციელების მცდელობისთვის დაკავებული აბესალომ ჩხეტია და თამილა ბენია ჩანან. ისინი აფხაზეთის ტერიტორიიდან ზუგდიდის რაიონში შემოვლითი გზით შემოვიდნენ და ენგურის ხიდს თავის სავარაუდოდ შეგნებულად დაარიდეს, რადგან გამოძიების ინფორმაციით ასაფეთქებელი ნივთიერება ხელჩანთით გადმოიტანეს. აი ამ კადრში ჩანს რომ ერთი კოჭლი კაცი სავარაუდოდ მედვედევია, ხოლო მეორე შავოსანი დედაკაცი ალბათ ვალოდია პუტინი. ეს ორი პირი სავარაუდოდ ტყეში იყვნენ მაყლის საკრეფად და მაყვალში ჩადეს ჰექსოგენი, მაგრამ ვანორისი ვანოა თუ მზაკვარი პუტინ მედვედევი არ ამოიცნო და ოპერატიულად არ დაიჭირა ფაქტზე, ხო? გთავაზობთ პუტინის აღიარებით ჩვენებას.
დათქმულ დროს შევხვდი რუს ჯარისკაცებს იგორ ვლასოვსა და სერგეი კუზმინს დათქმულ ადგილას. ერთი საქმე გვაქვს თქვენთანო სერიოზულია და შეგიძლიაო მაგ საქმისო გაკეთებაო. მე უთხარი რა საქმე არის, მითხარით მე უთხარი და თვითონ მითხრეს მერე. ასეთი ამბავი არისო, ბომბი უნდაო გადაიტანო საქართველოს ტერიტორიაზეო. და იქ დადებო ამ ბომბსო მითხრეს და თანხა მითხრეს 3000-დან 5000 ამერიკულ დოლარამდე. მე დავთანხმდი. ნახეთ ხალხო, რას დაუმსგავსებია ვანოს პუტინი. ისეა ნაცემი ეს პუტინი, რომ თამილა ბენიას გავს. ბრავო მაესტრო ვანო, ბრავო! თქვენ ნამდვილი ოპერატიული შინაგან საქმეთა სამინისტროს დირიჟორი ხართ. ახლა მე წარმოგიდგენთ სცენას თუ როგორ მუშაობს ვანო მერაბიშვილი. ამერიკის ელჩ ჯონ ბას აშკარად სინდისი ქეჯნის, რადგან აი ნახეთ რა განაცხადა. გაუგებარია როგორ შეიძლებოდა ჩემს მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებული საკმაოდ დაბალანსებული განცხადება აღქმულიყო როგორც მწვანე შუქის ანთებად და პროტესტის დასაშლელად. ჩემს განცხადებაში აღვნიშნე რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში უზრუნველყოფილი უნდა იყოს სიტყვის თავისუფლება, დემოკრატიული პროტესტის უფლება და გამოხატვა. მაგრამ ასევე მთავრობას ეკისრება პასუხისმგებლობა უზრუნველყო საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და იმ ადამიანებს, ვინც პროტესტში მონაწილეობას არ იღებს, შეეძლოს ცხოვრების ჩვეული რიტმის გაგრძელება. ძალიან მიკვირს რატომ მოხდა ჩემი ამ განცხადების მწვანე შუქის ანთებად აღქმა. ისე ჯონ შენი წყენინება არ მინდა, მაგრამ აუნთე, ხო. ეხლა აუნთე რა, თავისით აიმთო. ხო. უბრალოდ ალბათ შენ ეხლა არ ელოდი რომ ასე ენერგიულად ეკეთებოდა სპეცრაზმი მომიტინგეებს. მშვიდობიანსაც და არამშვიდობიანსაც, მაგრამ რა ოქნა მეგობარო, ასე გამოვიდა. ჯონ, შენ უბრალოდ ჯერ არ იცი მიტინგის დარბების ქართული სპეციფიკა და ეს ჩვენი ბრალია რომ დროულად არ აგიხსენით. აი, როგორ ხდება აქციის დარბევა ქართულად. თუ სადმე 5 კაციც კი შეიკრიბა და ეს ჩემს მაღალს არ მოეწონა, გადაურეკავს ვანოს, ვანო გადაურეკავს ბიჭებს, აბა ბიჭებო შეესიეთ და 15 წუთის ამბავია და მაგალითში ჩემზე იყოსო. ბიჭები ჩქარობენ ეხლა, რომ ღვინო არ გათბეს ამასობაში და აი ამ სიჩქარეში მოსდით ხოლმე ძალის გადამეტება და ხოცვა ჟლეტა. თუმცა საღამოს დაღლილები დასხდებიან და ერთი ჯიგრულ ქართულად მოულხენენ და გმირულ წარსულსაც გაიხსენებენ. ჯონ, მე დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალში მიხვდები, რომ საქართველოში იმყოფები, ხო, და მსგავსი განცხადებების გაკეთებას დუმილი რომ სჯობს, აი, ამასაც ალბათ მიხვდები. ისე შევარდნაძის დროს შუქნიშნები საერთოდ არ იყო და არც ვიცოდით ეხლა რა იყო ეს მწვანე შუქი, ხო, და ეს რა სახის ალეგორია იყო. ხო, არა შუქნიშნები არ, ხო, არა რაღაცა კეთდება ქვეყანაში. მალე საქართველო ჰოლანდიას დაემსგავსება და თუ ჩემი ეხლა არ გჯერათ, აგერ თქვენი თვალით ნახეთ. ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ახალი მეთოდი გაერო სახელმწიფოებს მარიხუანას ლეგალიზაციისკენ მოუწოდებს. გაეროში ფიქრობენ, რომ ამას დანაშაულის რიცხვის შემცირება, ადამიანთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა მოყვება. მთელი მსოფლიო ტახტება იმაზე, რომ გარკვეული ცვლილებები პოლიტიკაში უნდა იყოს და პირველ რიგში ეს უნდა ეხებოდეს მომხმარებლებს, ავადმყოფებს, იმ ადამიანებს, ვისაც აქვთ დამოკიდებულება, მართლაც ავადმყოფური დამოკიდებულება ნარკოტიკის მიმართ. ვიშ რა კარგი სიახლეა. მომეწონა ძალიან. ამიერიდან საქართველოში მარიხუანა ლეგალური იქნება და ხელმისაწვდომი იქნება ყველა მსურველისთვის, ხო? და ეხლა სულაც არ მჯერა პოლიტიკოსების, რომ მარიხუანის ლეგალიზება მისი მოხმარების ტემპს შეამცირებს. მე ეჭვი მაქვს, რომ საქართველოში მარიხუანის ლეგალიზება ხელისუფლების ინტერესებში შედის. მოგეხსენებათ ეხლა რუსთავი 2 და იმედი ისე კარგად ვეღარ მუშაობენ როგორც ადრე და ვეღარ აჯერებენ ხალხს სამთავრობო ვერსიებს. ხო და სწორედ ამიტომ აუცილებელი გახდა მისი ლეგალიზაცია. ცოტა მარიხუანა, ცოტაც რუსთავი და იმედი და მე ნახეთ თქვენ, ჩემი მაღალის რეიტინგი 78%-ს რო აცდება და თან კოლოსალურად. თან მარიხუანის ლეგალიზაცია ქვეყანას ახალ შესაძლებლობებს მიცემს. ქვეყნის ეკონომიკა ერთიორად გაიზრდება და აქამდე თუ რუსთავი 2-სა და იმედის თქმით ჩვენი ეკონომიკური ზრდის ტემპი 2 ციფრა მაჩვენებელზე იყო, მარიხუანის ლეგალიზაციის შემდეგ წლის ბოლოს 3 ციფრა ნიშნულამდე
ამ იდეის კანონად რეალიზაციის შემდეგ ინვესტიციების შესაძლებლად ჩამოსული უცხოელები გადაწყვეტენ, რომ სამუდამოდ დარჩნენ ჩვენთან, რათა მუდმივად ჩადონ ფული ჩვენს ეკონომიკაში. მოხდება თუ არა მარიხუანის ლეგალიზება, ტურისტების რაოდენობა ბათუმში 2 მილიონიდან მომენტალურად გაიზრდება 8 მილიონამდე და ანაკლია იქნება ყველაზე ლამაზი ქალაქი შავი ზღვის პირეთში, რა თქმა უნდა ბათუმის შემდეგ. ამავე დროს ნაციონალური მოძრაობის რეიტინგიც გაიზრდება 100%-მდე და სამუდამოდ დარჩება ქვეყნის ხელისუფლებაში, რათა ქვეყანამ არ გადაუხვიოს განვითარების სწორ კურსს. ახლა აბების ეთერში რეკლამიცინის მიღების დროა. რეკლამიცინი ჩვენს ეთერში. ისინი იყვნენ ხუთნი. მათ საქართველოს აყვავება სურდათ. მათ მთელი ერი უჭერდა მხარს. ისინი გადააბრუნებდნენ მთებს, მაგრამ დაიშალენ. შვიდად, უფერულად, უხალისოდ, როგორც შემოდგომის სევდიანი ფოთოლი მოწყდება ხეს. ქართული პარტია. კარი მაინც გაგეჯახუნებინათ. მაშინ, როდესაც მაღალი კაცი იტალიაში ზეიმობს, საქართველოს საფრთხეშია. საქართველოს ტყეში ორი ხნიერი ტერაქტს გეგმავს, მზაკრობს და სოკოებს ნაღმავს. ნუ გეშინია ერო, ჩვენი დაბალი მინისტრი მზად არის გადაეფაროს რუსულ ჰექსოგენს და თუ საჭიროა ტროტილსაც შეჭამს. არ შემდგარი ტერაქტი. ვანო გვიცოცხლოს ღმერთმა და რუსთავი ორსაც დავუჯერებთ. ჩვენი ენერგიული საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ოკეანის გაღმა იმყოფება. ენერგიული კაცი დღეს კუბის მშრომელთა რესპუბლიკას ესტუმრა და მალევე გამონახა იქაურ კოლეგებთან საერთო ენა. ამდა რატომ არ უნდა გამოენახა? რა? რევოლუციონერ მინისტრებს ერთმანეთის სიტყვადაც ესმით. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი კუბაში თავის კოლეგას შეხვდა ბრუნო როდრიგეს. პარალიასთან შეხვედრაზე განიხილეს კუბასა და საქართველოს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები. ვაშაძემ კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში მიმდინარე რეფორმებისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების შესახებ. დიდად სასიამოვნო მიღება გაუმართეს ჩვენ საგარეო საქმეთა მინისტრ კუბელმა კოლეგებმა. არა, ეხლა ამ კადრებში ასე დეტალურად არ ჩანს, თორემ როგორც კი გრიგოლმა თავისუფლების კუნძულზე დადგა ფეხი, მაშინვე კოლეგები შემოერტყენ გარს. გრიგოლ როგორ ხარ, კაპიტალისტების დედავატირე, სოციალიზმს გაუმარჯოს, ბრეჟნევს ვენაცვალე და ხრუშჩოვს ვეხუტუნეო, ეძახდე. გრიგოლი კიდევ უხერხულად იშმუშნებოდა. მე ჩაის პლანტაციებისკენ გააქანეს მშრომელებთან ერთად სურათი გადაუღეს და მან უკვე გრიგოლს აღარ ეყო მოთმინება და უთხრა კუბელეს, მოიცათ ხალხო კაცო, სხვა საქმეზე ვარ ჩამოსულიო. კუბელებმა კიდევ კითხეს, რა სხვა საქმეზე ხარ ჩამოსული? შენ გრიგოლ ვაშაძე არ ხარ ჩვენი მოძმე რუსეთის მიდიდანო? ერთი კიდე თვალცრემლიანი კუბელი ადგა და გრიგოლს მიმართა. არა, ცხვეტია გრიგოლ. მაგას როგორ მეუბნები არ გახსოვს, რაც მე და შენ პირსისხლიანი ამერიკელი იმპერიალისტები ყავს შენი ძველი ვიზიტების დროს ნაგინებიო. გრიგოლმა არა, ეშლება კაცო, იმ გრიგოლს უფრო დიდი ულვაშები ქონდაო. ხო და ასე მთელი საღამო ამტკიცებდა რომ არ ვარ ის გრიგოლიო. რა, აბა აკნას ახლა. კაცი აგერ 4 წელია უკვე ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრია და ფეხს ითრევდა კუბაში წასვლაზე. ამბობდა მოიცადეთ კაცო, ცოტა მაინც დაბერდნენ და თვალში დააკლეთ იმ კუბელ დიპლომატებს, თორემ ჩასვლისთანავე მიცნობენო, ხო და მართალიც იყო, ხო. მოწმენა ჯობდა, აბა ეს ჯობია ახლა რომ დაждდეს და თქვას მე ისეთი დიდსულოვანი პატრიოტი ვარ რომ შემეძლია ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროების, ესე იგი, პირნათლად და სინისის ქეშნის გარეშე ვემსახურო, ლევან გაჩეჩილაძემ, კოკა გუნცაძემ, კახა მიქაიამ და ლევან ჩიკვაიძემ ქართული პარტია დატოვეს. სტატია სამსახელწოდებით საინფორმაციო სააგენტო ინტერპრეს ნიუსი ავრცელებს. მცირე ამონარიდი ზემოთხსენებული სტატიიდან. ერთიანობის ძალა და მისი მორალური სულისკვეთება არის არსებული რეჟიმის დაძლევის ყველაზე მძლავრი და ერთადერთი იარაღი. ამიტომ კატეგორიულად მიუღებელია ურთიერთბრალდებები და ურთიერთშეურაცხყოფა იმ ძალებს შორის, რომლებიც მიზნად ისახავენ სისტემურ ცვლილებებს ქვეყანაში. ჩვენ არ ვეთანხმებოდით, ხოლო რიგ შემთხვევებში არც მონაწილეობდით ბოლო პერიოდში ქართული პარტიის არც ერთ იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ერთიანობის კურსს. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება ვიმოქმედოთ დამოუკიდებელ. აჰა. მახვილ გონიერი ნიჭიერი და ჭეშმარიტად პატრიოტის საზოგადო მოღვაწენი. ხო. ერთიანობის შენარჩუნების მიზნით გამოდიან პარტიიდან, სხვებს კი არ ეძახიან ახლა ესა. ამადან პარტიაში მოდით, აქ გავერთიანდეთო. არა, აი ეს პროსტა გავერთიანდეთო, ესე შემოგვითვალეს. კაი, კი ბატონო, დავიჯერე და ვირწმუნე მე ლევანის. ყველანი უნდა გავერთიანდეთ. ახლავე ავიღებ ტელეფონს და ჩემს გულის წადილს დაუფიქსირებ ჩემს ლევანს. ერთი წუთით. ხო, ლევან, ხო, აბა სად გავერთიანდეთ? მანდ ქართულ პარტიასთან ლუთხანში ზიხარ და ბიჭები და მანდ ხო, დაარსებულ ეროვნულ მამულიშვილურ პარტიაში გავერთიანდეთ? ხო. კი ბატონო, მოვდივარ. კაი, მეცა. ერთი წუთით.
ხო ლევან მოვდივარ უკვე მანდიდან წამოხვედით უკვე და სახინგლეში გააკეთეთ დამოუკიდებლობის პარტია აი მოვდივარ ხო აი ალო ხო ლევა გისმენ მაგის გვერდზე უფრო მაგარი რესტორანი რო არის მან საო მწვადის მაგარი იღება და ლიბერალიზმიც ხო კაი რა თქვენ ხალხო კაი ხალხო თქვენ მიყოფილ ხართ გამანებეთ თავი კაცო სად გდიოთ ახლა მე თქვენ კაცო სანამ კაცი თქვენთან გაერთიანდება კი ჩაიგლიჟავს მუხლებს და რაღაც მინდა ხა ესეთი გაერთიანება ერთ წუთი კაცო მე დავიწყებ აქ ვისა დაშტით გაერთიანებას სერგო შენ გადახვალ პირდაპირ საუბრების ოპერატორად და ისა ხო და გაერთიანების მიზნით აი ეს პლაზმა ვაჩუქოთ თეას იჭინავას ხო ეს მეორე ოპერატორი დაიმახსოვრეთ გადახვალ რუსთავიორზე ხო და ისა გამოართმევ ტელეფონის ნომრებს რომ მე ვიცოდეთ დაურეკოთ სად უნდა შევიკრიბოთ და გავართიანდეთ ხო ხო სხვაჯერ ეს მეთოდი იმან მასწავლა კოკა გუნცადემ 7 პარტიაში აქვს ეგ მეთოდი გამოყენებული ხო ესე იგი ფაქტიურად მარტო ვარ ყველანი გაუშვი ჩემს თავში გავაერთიანე აბსოლუტურად ეხლა სუყველა და ეხლა ხო განახეთ ისა რეკლამიცინი იყო ანეკდოტებიც იყო და ეხლა მოусმინოთ როგორი იცინიან და იცინიან ჩვენი პოლიტიკოსები მეცა აი ესე კარგად ჩამარვა მეათე ადგილი თბილისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ტურიზმის საერთაშორისო აკადემია შავსიაში მოხდა უმაღლეს სასწავლებელში. იმდენი დარღვევა აღმოაჩინეს, რომ თავად გამომძიებლებიც ამ დრომდე შოკში არიან. მეცხრე ადგილი. მიუხედავად რომ ბევრი რამე არის გასაკეთებელი, ის მიმართულება, რომელი მიმართულება ჩვენ გვაქვს არჩეული საზოგადოების მიერ არის მხარდაჭერილი. მერვე ადგილი. აქ ამ შემთხვევაში ჩვენი რწმენით იყო ერთის მხრივ, ჯგუფი, ორგანიზაცია, თუ რა ქსელი, არ ვიცი რა გინდა დავარქვათ, რომლის მიზანი იყო სამოქალაქო ომის გამოწვევა და მასობრივი ძალადობის ინიცირება, ინსპირირება, მეორეს მხრივ იყო ძალა, რომელიც საზოგადოებას იცავდა აი ამ ჯგუფისაგან. მეშვიდე ადგილი. პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ, როგორც ქვეყნის ლიდერის და როგორც პრეზიდენტის მიმართ არის ძალიან მაღალი ნდობა და ასევე მისი საქმიანობის ძალიან მაღალი და დადებითი შეფასება, მაგრამ ასევე არ არის შემთხვევითი, რომ ყველა სხვა სახელმწიფო ინსტიტუციის მიმართ არის საზოგადოების მხრიდან ძალიან მაღალი ნდობა. ეს ნამდვილად არ არის შემთხვევითი, იმიტომ რომ ამ ნდობას დამსახურება უნდა. მეექვსე ადგილი. ასევე არ არის შემთხვევითი, რომ ყველა სხვა სახელმწიფო ინსტიტუციის მიმართ არის საზოგადოების მხრიდან ძალიან მაღალი ნდობა. ეს ნამდვილად არ არის შემთხვევითი, იმიტომ რომ ამ ნდობას დამსახურება უნდა. მეხუთე ადგილი. ყველაზე მეტად რაც მიხარია ის არის, რომ თუკი ადრე პოლიციას 5% ენდობოდა, ახლა ნდობის მაჩვენებელი 87%-ია. ეს თითქმის იგივე ერას ეკლესიისადმი ნდობა. მეოთხე ადგილი. შოქში ჩავარდი, როდესაც ვიხილე ჯოხებით შეიარაღებულების მარში თბილისის ცენტრში, რომლებიც ხალხს აშინებდნენ. მესამე ადგილი. ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს პოლიტიკური კურსისადმი და განმარტა, რომ საქართველო არის მისაბაძი ქვეყანა რეგიონში. მეორე ადგილი. ხორცი გაძვირდა და როგორც ვიცით, ლობიო არის გარკვეულწილად ალტერნატივა ხორცის. პირველი ადგილი. ადამიანებს უჭერთ და არა აქვს ყველა რესტორანში არის და კაფეში საჯარო სივრცე, ბევრი შადრევანი, დასაჯდომი, შესახედა უბრალოდ მართლა რომ დატკბეს ყველაფრით. ეს არის და ახლა ჩვენ ხალხს მივცეთ ბევრი საჯარო სივრცე, იმიტომ რომ ეს უნდა იცოდეთ რომ მათ ეკუთვნის ეს ქალაქი და არა უბრალოდ მარტო თუნდაც ამ რესტორნის ფლობელებს ან
ეს გახდათ გადაცემა ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან. ნუ მიიღებთ სხვა აბებს.